მე მინდა ახლა გადავიდე ამ თემაზე სასაუბროთ. კლასიკური მუსიკა ყველას მართლაც ძალიან კარგად ესმის, უყვარს ბევრს, მაგრამ ძალიან ცოტა ის ადამიანი, ვინც ძალიან სიღრმისეულად იცის, რომ კლასიკური მუსიკის ნიმუშები გვაქვს ქართულ კომპოზიტორებსაც ძალიან კარგი. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია თუ მოვახდენთ ამ მუსიკალური ნიმუშების პოპულარიზაციას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარანეთ, არამედ პირველ ყოვლისა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მსმენელისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის და მე მივესალმები იმ კონკურსს, რომელიც არაჩვეულებრივმა პიანისტმა, თავად მუსიკოსმა თამარ ლიჩელმა უკვე რამდენად არის რომ ტარდება თბილისში, საქართველოში და ეს არის სწორედ ის, რაც მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ჩვენს ქვეყანაში ყველა რეგიონში თითქმის. და ჩვენი სტუმარი სწორედ ამ ფესტივალის დამაარსებელი პიანისტი, მუსიკოსი თამარ ლიჩელია. ილამშვიდობისა ძალიან გამეხარდა რომ ჩვენთან ხართ სტუდიაში და გილოცავთ რომ დაიწყო ეს ფესტივალი, მიმდინარეობს და საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ბევრი სირთულეც აქვს ალბათ სწორედ იმას, რომელსაც თქვენ ძლევთ ძალიან კარგად, რომ თქვენ გადიხართ რეგიონებში და გაგაქვთ ეს მუსიკა. პირველ ყოვლისა მე მინდა მაინც გკითხოთ, ცოტა ისე დავიწყო ამ საკითხით, რომ რამდენად მზად არის ის სცენები, სადაც თქვენ უკრავთ რაიონებში იმისთვის, რომ მიიღოს, თქვა, აი ინსტრუმენტები, აღჭურვილობა, სივრცე, რომელშიც თქვა თქვენ უნდა წარადგინოთ ეს თქვენი მუსიკა, რომ მაინც ხვეწთ აი მშობლებად რომ აკუსტიკა, იქ როგორ ისმის ხარისხი, მუსიკალური ინსტრუმენტის ხარისხი როგორია, თუ ეს უფრო ნაკლებ ხარისხოვანია ვიდრე ის, რასაც თქვენ აკეთებთ, რომ გაგაქვთ ეს მუსიკა და პოპულარიზაციაც ახდენთ მისას. ძალიან საინტერესო შეკითხვა, მართლა ყოველთვის თან ახლავს, რა თქმა უნდა, ისეთი პროფესია გვაქვს ჩვენ. როგორ ჟღერს ინსტრუმენტი, თავის ინსტრუმენტებით დადიან ხოლმე. დიახ, ადამიანები ვინც თავის ინსტრუმენტებით ჩვენ უარეს დღეში ვართ, იმიტომ რომ პიანისტები რა ინსტრუმენტი დაგვხდება არ ვიცით. ცხადია რომ ეს პრობლემები ყოველთვის ახლავს ჩვენს პროფესიას, მაგრამ იცით რა, ამ პროექტს ისეთი აურა დაყვება ყველგან, ყველა რეგიონში, სადაც ჯერჯერობით ჩავიტანეთ ეს პროექტი, რომ საერთოდ იკარგება ის ზღვარი და ის სირთულეები, რაც შეიძლება არსებობდეს. აი რეპეტიციაზე მომსინჯავთ ხან ისეთია, ხან მეტნაკლებად უკეთესი უკვე, მაგრამ კონცერტის დროს მსმენელისგან ისეთი იმხელა სიყვარული მოდის, იმხელა ინტერესი მოდის, ზუსტად ის აურა, რისთვისაც მინდოდა მე ამ პროექტის განხორციელება, რომ ყველაფერი დანარჩენი გადადის მეორე მხარეს. რეპერტუარის ნაწილში მაინტერესებს მე სწორედ აი რომელი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე არის ხოლმე უფრო ძირითადად მოთხოვნა თუ ხართ დაკვირვებული? დიახ, იცით რა, ვერ ვიტყვი რომ კონკრეტულად რომელიმე კომპოზიტორზე, იმიტომ რომ ძალიან თანაბრად ღებულობენ, ცხადია ჩვენ ვცდილობთ რომ საუკეთესო ნაწარმოები წარმოვაჩინოთ და ეს გულისხმობს არა მხოლოდ კლასიკოს ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების, არამედ თანამედროვე ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების წარმოჩენას, რაც მე ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ საუკეთესო ნიმუშები წარმოვადგინოთ. ამიტომ აი ხალხის დასწრებიდან გამომდინარე, მე მგონი ჩანს, რომ ძალიან ესე თანაბრად და დიდი ინტერესით ეკიდება. ეს პროექტი წამოვიწყე შარშან შედარებით ესეთი მოგრძალებული იყო კონცერტების რაოდენობის მხრივ მხოლოდ, იმიტომ რომ დასწრება, ინტერესი, ხარისხი ამ კონცერტებისა იყო ძალიან მაღალი თავიდანვე. აქვე დასწრება როგორ ხდება აქვე რომ აღვნიშნოთ? თავისუფალია, რაც მე მგონია განსაკუთრებული კიდე დიახ, განსაკუთრებული მხარეა ამ პროექტის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იწერებიან აი ჩვენს Facebook გვერდზე, ასევე იმ დარბაზში, ვთქვათ, კონსერვატორიაში, სადაც ვატარებთ, სად შეიძლება ბილეთების შეძენა და უფასო არის მაყურებელმა მიცოდეს. იცით რა, დიდი ინტერესის საგანია, იმიტომ რომ გარდა იმისა, როგორც ჩანს ქართულ მსმენელს, მართლა ძალიან უყვარს ქართული კლასიკური მუსიკა, აქ გაერთიანებულები არიან საქართველოში მცხოვრები საუკეთესო მუსიკოსები. ამ მუსიკოსების თითოეულ კონცერტზე სიამოვნებით დადის მსმენელი და აქ საშუალება აქვს, რომ ერთიანად მოისმინოს და სწორედ აი ეს იყო
ერთ-ერთი მიზანი ასევე ჩემი წამოწყებისა, რომ გარდა ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა გამეერთიანებინა საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ბევრი და უმეტესობა სამწუხაროდ გადის საქართველოდან, რჩება საზღვარგარეთ და ყოველთვის ვიმეორებ, რომ უდიდესია იმ ადამიანთა წვლილი, იმიტომ რომ ძალიან დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ საქართველოს სახელი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არანაკლებია იმ ადამიანთა, იმ მუსიკოსთა დამსახურება, ვინც საქართველოში დარჩა, აქ მოღვაწეობს და ნამდვილად განუზომელი წვლილი შეაქვს ჩვენი მუსიკალური კულტურის განვითარებაში და თუ ნებას მომცემთ ჩვენს მხარდამჭერებს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი, ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, კომპოზიტორთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. თამარ, ამინდა იცით კითხოთ, მაინც დამეთანხმებით, ვინც ამ სფეროში ვართ, ხელოვნების სფეროში ყველანი ხო მუსიკოსები ხართ პირველ ყოვლისა. კლასიკური მუსიკის მსმენელი არ არის ესეთი მსმენელი, რომელიც არის ფართო აუდიტორია, ასე ვთქვათ, არა? მას გარკვეული მომზადებაც სჭირდება ამ მსმენელს, გაზრდა სჭირდება ამ მსმენელს, რომ მიიღოს ის ნაწარმოები და აღიქვას, რომელიც არ არის ეგრეთ წოდებული პოპულარული მუსიკის ჟანრში. ამიტომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ცდილობენ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას სწორედ გარკვეული პოპ ელემენტების შეტანით და ასე ვთქვათ, ხშირი მოსმენით. განსაკუთრებით წეგან ვახსენე კიდეც, რომ არ არის ძალიან პოპულარული ქართული კლასიკური ნიმუშების, ასე ვთქვათ. აი როგორ ხდება ამ მსმენელის მოზიდვა? ეს კვალიფიციური მსმენელია, რომელიც ვთქვათ ამ შემთხვევაში იმ რეგიონში შეიძლება იყოს, ვინც ვთქვათ მუსიკაზე დაადის და მასწავლებელი ყავს და ასე შემდეგ, თუ საერთოდ მოდიან ჩვეულებრივი აუდიტორია, რომელსაც აი დაკვირვებამ რა გაჩვენა? იცით რა, ძალიან ფართო აუდიტორია, აი იმ კონცერტებისგან განსხვავებით, როდესაც თქვათ კონკრეტულად მე ვასრულებ რაღაცა კონკრეტულ ნაწარმოებს, არა ქართულს, არამედ ისეთი ვთქვათ. არის ძირითადად არა პოპულარულს არა პოპულარულს ისეთი ნამდვილი კლასიკური მუსიკის ნიმუშებს არის ხოლმე ძირითადად უფრო მაინც სპეციფიკურად კლასიკური მუსიკით დაინტერესებული საზოგადოება. დიახ და აი ამ შემთხვევაში რაღაცა უცნაური რეაქცია მივიღეთ ამ პროექტზე. დიახ, არის ძალიან ფართო საზოგადოება, არიან მუსიკოსები, ვინც განსაკუთრებით არის დაინტერესებული ქართული მუსიკით და არსებობს მუსიკოსთა ეს გარკვეული წრეც, რომელიც კონკრეტულად ქართული მუსიკით არის დაინტერესებული. დიახ, და ასევე ჩემთვის უცნობია ძალიან ფართო საზოგადოება და უზომოდ მახარებს ეს. არ ვიცი, ალბათ ეს გამოწვეულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართული მუსიკის სიყვარულით და რა თქმა უნდა იმ მუსიკოსებით, ვინცთან რეპერტუარიც იცით, აი მაგალითად, როდესაც გვაქვს შარშანაც ასე იყო და წელსაც ამ პროექტის გახსნა პირველი დღე ეს არის ხოლმე გალა კონცერტის საზეიმო, სადაც ყველა ეს მუსიკოსი არის ერთად თავმოყრილი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ წარმოვადგინოთ დიდი ფორმები. ამიტომ ვცდილობ, თქვათ, 5-5 წუთი ისეთი ნამდვილი გალა კონცერტის ტიპის საზეიმო განწყობა შევქნათ და ნაწარმოებებით შესაბამისად არის ისეთი, რომელიც კარგად ისმინება და კარგად მისაღებია. დიახ, თუმცა შემდეგ ამას მოყვება ხოლმე კონცერტები, მაგალითად ჩარშა მქონდა კამერული მუსიკის კონცერტი, სადაც ორი დიდი ფორმა წარმოადგინეთ, თქვათ, ცინცაძის კვარტეტი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქართული მუსიკის წარმოდგენა, კლასიკური მუსიკის და ვაჟა აზარაშვილის გენიალური საფორტეპიანო კვინტეტი. ანუ ორ განყოფილებაში იყო ორი დიდი ფორმა წარმოდგენილი. წელსაც ასევე აი ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოადგინეთ ისეთი სერიოზული კონცერტი, სადაც მქონდა პრემიერა ქალბატონ ნინო ჯანჯღავას საფორტეპიანო კონცერტისა, რომელიც მე შევასრულე. სხვა პრემიერაც მქონდა გახსნაზე, ეს გახლავთ ბატონი გიორგი შავერზაშვილის საფორტეპიანო პიესა, რომელიც თავად შეასრულა და აი ეს წამოწყება თავად იდეა, რომ კლასიკოს კომპოზიტორებთან ერთად წარმოადგენთ ახალ ქართულ ნაწარმოებებს, მეგონი ფართო საზოგადოებისთვის. ხო. დიახ, რაღაც თემის წამოწევა მინდოდა, იმიტომ რომ ხშირად მსმენია ჩვენ სფეროში განსაკუთრებით, რომ აი შენც ახსენე გოგა, რომ თითქოს მოთხოვნა ხომ არ არის, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად რთული არის კლასიკური მუსიკის სწორად
აღქმა და მოსმენა. თუმცა მიწოდებას ნამდვილად უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საქმეს, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ანუ რეგიონებში ვიცი რომ გაქვთ რეგიონებში ეს კონცერტები და მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანების ჩართვაც და რეგიონებში არსებული მუსიკოსებისგან მათთან კოლაბორაციები თუ გაქვთ და აი როგორ თუ უზიარებთ თქვენს გამოცდილებას აი მასტერკლასების სახით თუნდაც მასტერკლასების სახით დიდი მადლობა შეკითხვისთვის აუცილებლად უნდა დავამატო რომ წელს ძალიან გაფართოვდა ესე ჩვენი მხარდამჭერების დახმარებით ეს პროექტი რაც გულისხმობს იმას რომ საგანმანათლებლო მიმართულება დავამატეთ ამ პროექტს. მაისში მაგალითად ვიყავით თელავში, ამ შემთხვევაში მასტერკლასები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ვთხოვეთ სასწავლებელს ქალბატონ ლელაონიას, მის დირექტორს, რომ წარმოეჩინა ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენთან ერთად მიიღებდნენ კონცერტში მონაწილეობას და მე მგონი ჩვენც ძალიან გაგვიხარდა და მე მგონი ბავშვებისთვისაც გარკვეული სტიმული იყო, იმიტომ რომ იქ იყო საქართველოს სიმფონია და ჩვენი არაჩვეულებრივი და ერთ-ერთი საუკეთესო ორკესტრი, კამერული ორკესტრი. იქ იყო ბატონი თემურ გუგუშვილი, არაჩვეულებრივი ჩვენი საამაყო ტენორი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, მე და რაღაცეთი ძალიან საზეიმო კონცერტი გამოგვივიდა და განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ამ კონცერტს იმან, რომ იქაური ძალიან ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება მომავალ ღონისძიებებს, იქ უკვე ისე კონკრეტულად გვაქვს ეს საგანმანათლებლო მიმართულება, რაც გულისხმობს მასტერკლასებს, შეხვედრებს. ეს იქნება ბათუმში, ამ ჩვენი კონცერტების სერიას განვაახლებთ სექტემბერში. ერთ-ერთი კონცერტი იქ ჩატარდება გიგი პიანომენის კონცერტი, მე მგონი ძალიან ელოდება, რამდენადაც მე ვიცი ბათუმელი მსმენელი. და ერთი დღე დაეთმობა ჩემს მასტერკლასებს, შემდეგ უკვე წავალთ ბორჯომში, სადაც თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ერთი დღე დაეთმობა სწორედ ამ კონცერტს, ხოლო შემდეგი დღე დაეთმობა ახალგაზრდებთან შეხვედრას და რაც მთავარია, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ასეც ვაპირებ ამის განხორციელებას, რომ ჟანრულად ძალიან მრავალფეროვანი იყოს და ცხადია არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საფორტეპიანო მუსიკით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. იცით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არა მარტო მსმენელისთვის არის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი და ეს პროექტი, არამედ თავად კომპოზიტორებისთვის, ვინც უნდა შექმნას მომავალში კვლავ გააგრძელოს და კონდეს მასტიმული, რომ მასყავს მსმენელი, მასყავს აუდიტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საკომპოზიტორო სკოლა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ამ მიმართულებით და მათ კონდეთ უკვე იმის შეგრძნება, რომ ისინი რასაც ქმნიან, ის მივა აუდიტორიამდე და მივა მსმენელამდე. უღრმესი მადლობა ამ პროექტისთვის, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებას გისურვებთ თქვენს პირად შემოქმედებაში და თქვენს აი ამ უზარმაზარ ფესტივალს და პროექტს, რომელიც წამოიწყეთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, თამარ ლიჩელი იყო ჩვენი სტუმარი, პიანისტი, მუსიკოსი და საუბრობდით ქართული კლასიკური